준비하고 나 맡은 일 충성 Your kingdom come ქალაქი ერიქონში ცხოვრობდა გადასახადების სამკრეფი, რომელსაც ზაქე ერქვა. ის ძალიან დაბალი კაცი იყო. გადასახადების სამკრეფი ისაა, ვინც ფულს აგროვებს ხალხისგან. ზაქე არა მხოლოდ მდიდრებისგან აგროვებდა გადასახადების ფულს, არამედ ღარიბებსაც ართმევდა ძალით. ამიტომ ადამიანებს არ უყვარდათ ის და ცოდვილს უწოდებდნენ. მაგრამ რაც უფრო მეტად არ მოსწონდათ ადამიანებს ზაქე, მით უფრო მეტად აწუხებდა ის მათ. თქვენ ჩემთვის არაფერი ხართ. ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ფულია. არც კი გაბედოთ ჩემი დაცინვა ჩემი სიმაღლის გამო, ამას არ მოვითმენ. დადიოდა ზაქე აქეთ-იქით და ყოველდღე აწუხებდა ხალხს. გადაიხადეთ გადასახადები, ახლავე გადაიხადეთ. თხო, რამდენიმე დღე მოგვეცი კიდევ. იმისათვისაც არ ყოფნის ფული, რომ ბავშვებს საჭმელი ვაჭამოთ ამ თვეში. თხო, ცოტაოდენი დრო მოგვეცი. მერე ეგრა ჩემი საქმეა. ფული თუ არ გაქვთ, ხორბალი მაინც უნდა მომცეთ. თორემ ციხეში ჩაგწყდით ახლავე. ასე ძალავდა ზაქე ხალხს ფულს და ასე დააგროვა დიდი სიმდიდრე. ადამიანებს ის უფრო და უფრო მეტად ეჯავრებოდათ და ამიტომ ზაქე ძალიან მარტოსული იყო. ერთ დღეს იესო მივიდა იერიქონში. ზაქეს აინტერესებდა თუ ვინ იყო იესო, რადგან მოსმენილი ჰქონდა მის შესახებ. თუ როგორ კურნავდა ის ავადმყოფებს, ბევრ სხვადასხვა ქალაქში და როგორ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მაინტერესებს ვინ არის იესო? მეც წავალ. მინდა ვიცოდე ვინ არის ის. ზაქე ყოყმანის გარეშე გაიქცა იესოს სანახავად, მაგრამ ახლოს მისვლა ვერ შეძლო, რადგან უკვე უამრავ ადამიანს მოეყარა იქ თავი. ახლა რა ვქნა? ცოტათი მაღალი მაინც ვიყო, შევძლებდი იესოს დანახვას. აი რას ვიზამ. ზაქეს ერთი აზრი მოუვიდა გონებაში. შვენიერია, კარგია. ამ ლეღვის ხეზე თუ ავალ, შევძლები იესოს დანახვას. აბა წავედი. ზაქემ მართლაც შეძლო იესოს დანახვა ლეღვის ხის კენწეროდან. ის კაცი, თეთრ მოსასხამში, იესო უნდა იყოს. სანამ ზაქე იესოს უყურებდა, იესო შეჩერდა, ახედა ლეღვის ხეს და ზაქეს გამოელაპარაკა. ზაქე, ახლავე ჩამოდი ქვემოთ. დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. იესო ისე ელაპარაკა ზაქეს, თითქოს ისინი დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. ზაქეც ჩამოვიდა ქვემოთ და სიხარულით მიესალმა იესოს. მაგრამ ყველა, ვინც კი ეს დაინახა, უკმაყოფილო დაჩურჩულდა. როგორ შეუძლია იესოს ამნაირი ცოდვილის სახლში მისვლა? ნამდვილად, ზაქე ხომ მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მაგრამ იესომ მათ ჩურჩულს ყურადღება არ მიაქცია. ზაქემ მთელი გულით მიიღო იესო თავის სახლში და უთხრა: უფალო, აქვე და ახლა ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ. და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, 4 მაგად გადავუხდი. ზაქე, დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა. მე დაკარგულის მოსაძებნად და დასახსნელად მოვედი. ზაქემ შეასრულა პირობა და თავისი ქონების ნახევარი ღარიბებს დაურიგა და მათაც გადაუხადა, ვისთვისაც რამე ჰქონდა წართმეული. იესოსთან შეხვედრის შემდეგ ზაქე სრულიად ახალ პიროვნებად იქცა.